როცა გამოვდივარ დილას ბალკონიდან, ასე ვსახავ ჯვარს, აუცილებლად დილას მერთო შენ დაალოცე, აქია ბორჯომი აღორძინება მოგვეცი და საქართველოს, რა თქმა უნდა, გამთლიანება. დილას სრულდება მცირე ლოცვა. ამ დროს ვიხსენიებ მიცვალებულებს აუცილებლად ვანთებ სანთლებს, ხატებთან შევთხოვ შეწევნას, ვიხსენებ წარსულებს, ვთხოვ აუცილებლად რომ ღმერთმა დღევანდელი დღე ახალი დღე დალოცოს და სიკეთით ახსავსე იყოს. ასე ლოცვით იწყება და მთავრდება მეუფე სერაფიმეს ყოველი დღე. მისი საეკლესიო ცხოვრება უკვე რამდენიმე ათეული წელს ითვლის, თუმცა უფლისადმი რწმენა და სიყვარული ბავშვობიდან იწყება. ბავშვობიდანვე, პატარობიდანვე მე ვიცოდი პირჯეს გადაწერა. მე ვიცოდი რომ არსებობს ღმერთი და ღმერთი, რა ქვია, სჯის. მე ვიცოდი რომ დედა არ უნდა მოატყულო, იმიტომ რომ შეიძლება დედა მოგიგდეს. მე ვიცოდი ბავშვობიდანვე რომ ესე იგი თუ რამეს დავაშავებ და არაფერი არ უნდა დავაშავო, ისეთი რომ დედა გავაბრაზო. ძილის წინ აუცილებლად ვიწერდი ფიჩარს. და ეს ჩემი ლოცვა იყო ყოველთვის, ვიხსენებ. ეს იყო, რა თქვა, ჩემი ფორმულა. ღმერთო, შენი სახელი სჭირიმი. ეს იყო მეტი არაფერი არ ვიცოდი. ასე გადავიწერდი პირჯერ და ღმერთო შენი სახელი სჭირიმი. ასე ვიყავი ჯარშიც და ასე ვიყავი სამე დავიწყე ეკლესიური ცხოვრება უკვე სტუდენტობაში. პირველად ვესწრებოდი უკვე პატრიარქის წირვალოცვებს სიონში. აი ესე ნელა მოხდა, რა ქვია, ჩემი ასე ვთქვათ ეკლესიაში შემოსვლა და პირველად უკვე გადავწყვიტე ძალიან სერიოზული მოღვაწეობა ეკლესიაში, როდესაც დავიწყე თხოვნა, რომ არ მისრულდებოდა ჩემი ოცნება. ჩემი ოცნება იყო კი რომ წავსულიყავი ამერიკაში და იქ დარჩენილიყავი და უნდა გამختارიყავი ყველაზე დიდი არქიტექტორი. იქ მოვიყვანდი ამერიკელ ცოლს აუცილებლად, დავიწყე ინგლისურის ასე თითქოს სწავლა, დღემდე არ ვიცი და ასე ვთქვათ აი ამ სურვილით მახსოვს მე მივედი 1990 წელს ყოველ შაბათ-კვირას უკვე დავდიოდი. რამდენიმე თვეში ეკლესიური ცხოვრების შემდეგ, როცა უკვე მყავდა მოძღვარი, მე გადავწყვეტე რომ უნდა შევქნა ქართული ოჯახი და მეოთხე თვეზე მე საბოლოოდ გადავწყვეტე რომ უნდა წავსულიყავი მონასტერში. რამდენიმე თვეში მოხდა ჩემში ძალიან დიდი სულიერი ძვრები. და ვმადლობ უფალს რომ უფალმა დამაყენა რა ქვია ამ გზაზე. მეუფე სერაფიმეს აქტიური სასულიერო ცხოვრება სწორედ სტუდენტობის შემდეგ იწყება. 1995 წლის 10 მაისს ის ბორჯომში ჩამოდის და იმ დროისთვის ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქიას სათავეში უდგება. შემდეგ კი ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიის მთავარეპისკოპოსი ხდება. იმ წლებში ფაქტობრივად ერთი ღვთისმშობლის სასაფლაოზე ეკლესია იყო მოქმედი ჩვენს რაიონში. ერთადერთი ეს ეკლესია და სამი მოძღვარი ვიყავით. სამი მოძღვარი, ერთი მეუფე და სამი მოძღვარი. აი ახლა შეადარეთ, სულ აშენებულია დიდი პატარა მოქმედი და უბრალოდ აშენებული 52 რა ქვია ეკლესია ეპარქიაში და აქედან გამომდინარე მუდმივი, რომელიც კვირაში ერთხელ არის 25. მუდმივი და ზაფხულობით უკვე უფრო მრავლდება რაოდენობა მოქმედი ეკლესიების, უკვე 20-ზე მეტი მოძღვარია. ამ პატარა რაიონისთვის ეს ალბათ ცოტა არ არის. ეს არის რეზიდენცია, სადაც მიტროპოლიტი სერაფიმე უკვე 18 წელია ცხოვრობს. ამ პატარა ოთახში ინახება ყველა ის ნივთი და სიწმინდე, რაც მისთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანია. პირველ რიგში აი ეს ხატი, რა თქმა უნდა. ეს ხატი არის ჩვენი პატრიარქის ნაჩუქარი ხატი, რომელიც მე დამლოცა, როდესაც მე დამნიშნეს წინამძღვრად ჯავახეთში ფოკის მამათა მონასტრის წინამძღვრად და მაშინ ვიყავი მორჩილი მე და უწმესმა თავის ხელით გამოიტანა ეს ხატი და ეს მისი პირადი ხატია. რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ასევე ღირსშესანიშნავი ასე ვთქვათ ნივთი ეს არის აი მამა გაბრიელის მანტია. გამომეცა მაშინ, როდესაც მე ვიყავი მორჩილი. ეს ხატი ასევე ცნობილი, ჩემი პირადი ხატია. ცნობილი იმით, რომ ძალიან ბევრ უშვილო მშობლებს, ახალგაზრდა დედებს მისცა შვილები. ეს მე-19 საუკუნის რუსული ხატია, რომელიც ჩემთან დარჩა და ძალიან დიდ სასწაულებს ასრულებს. აი ეს
აქვია ნივთია, რომელიც რა ქვია, ძალიან მიყვარს. ეს მაჩუკეს ჩიჩუების ოჯახმა. ეს არის ნამდვილი კავკასიური, ჩრდილოეთ კავკასიური ხმალი, საბრძოლო ხმალი. ეს არ არის მაღაზიაში ნაყიდი. 19-18 საუკუნის ხმალია, ძალიან მჩატია სხვათა შორის. ხელოვნური ხმალი, რომელიც მაღაზიაში სულ სხვა არის. ამითი ქვია ეს ხმალი, რომელიც თავად აზნაურობაში ჩიჩუების, ესე იგი, ოჯახში ინახებოდა, ნამდვილი ხმალია, რომელიცაც ომობდნენ. 2009 წელს, როდესაც ვიყავი სოხუმში, სამახსოვრო წამოვიღე რამდენიმე კენჭი. ეზოდან. აი პირდაპირ აი აქედან, აი აქედან. სახლიდან მოდიოდი თბილისში, ვიცოდი რომ შეიძლება რომ უკვე მეტი ამის შესაძლებლობა არ მომცენ რომ დაუბრუნდე სოხუმში და ვიფიქრე რამდენიმე კენჭი წამოვიღო. ერთი პატარა კენჭი ჩავდევი ლიკანის რეზიდენციის საძირკველში და ეს რა ქვია ქვა წამოვიღე და ამაზე ვანთებ სანთელს. ეს არის ასე ვთქვათ, როცა ვემთხვევი ხატს, მე აუცილებლად ვიღებ ამ კენჭს, ამ ქვას, ჩემი ეზოს ქვას და ამაში ფაქტურად როგორც დავით გარეჯელმა იერუსალიმიდან ქვა წამოიღო, აი ესეთი რწმენით მე წამოვიდე სოხუმიდან. ეს ჩემთვის უბრალო ქვა არ არის. მთელი სახლი, მთელი ბავშვობა, მთელი აფხაზეთი, მთელი ასე ვთქვათ, ჩვენი ოჯახი ისტორია ჩადებულია ამ ქვაში და ამ ქვით აუცილებლად ყოველ დღე დილა და საღამოს მე ვისახავ ჯვარს და ვემთხვევი ყოველთვის. და ვიღებ ჩემთვის ამას როგორც ლოცვა-კურთხევას ჩემი მშობლიური სახლის და ამავდროულად ვთხოვ ყოველ როდესაც ვემთხვევი მეოთხე წელიწადი 2009 წლის სექტემბრიდან დღემდე 13 ცოცხალი ვიქნები ეს გვაგვერდით იქნება ვიღებ ამას როგორც იმედს როგორც თხოვნას სოხუმში დაბრუნების. მეუფე სერაფიმეს თითოეული დღე განსხვავებული, დატვირთული და საქმიანია. ის ხშირად არის როგორც სტუმარი, ასევე მასპინძელი. ზოგჯერ მოდიან, ასე ვთქვათ, მრევლი, სხვადასხვა საკითხთან, ან მოძღვრები, უნდა გადავწყვიტოთ სხვადასხვა საკითხი. შუა დღეს, როგორც წესი, მე გავდივარ და ასე ვთქვათ, ვათვალიერებ ან მშენებლობებს, ან ვეცნობი, ასე ვთქვათ, სხვადასხვა მამოს ჩვენი ქალაქში და ცოტა ქალაქ გარეთ ჩვენ ეკლესია მონასტრებს. შაბათ-კვირათა დღესასწაულებზე დილიდან ვემზადებით ლოცვისთვის. ჩვენ ასე გვაქვს დაგეგმილი. რამდენიმე წირვა ლოცვა ჩვენ ვატარებთ ბორჯომში. და 1-2 წირვის ლოცვის შემდეგ, ერთი შაბათ-კვირა ან დღესასწაული ჩვენ აუცილებლად ვესწრებით საპატრიარქოში, სამებაში პატრიარქთან. ეს არის ტრადიცია. არის შემთხვევები, როდესაც ვესწრები კონცერტს, თხოვენ. მე ძალიან მიყვარს ხელოვნება, უარს არ ვამბობ, განსაკუთრებით მიყვარს ეროვნული ხელოვნება. სუხიშვილები, ერისიონი, აუცილებლად და ქართული ხალხური შემოქმედება. რთული და დატვირთული დღე საღამოს სრულდება, თუმცა ამ დროს მზადება შემდეგი დღისთვის იწყება. ქადაგების წინ ყოველთვის ხდება, რა თქმა უნდა, განხილვა ბიბლიის. აი აქ არის საკითხები, წმინდა მამების, განმარტებები ბიბლიის, ის რაც არის წიგნებში, არის აქა და ძალიან, ასე ვთქვათ, ძალიან იოლი ყოფილა და ძალიან ასე ვთქვათ მოხერხებული რომ ქართულ ენაზე და რუსულ ენაზე მაქვს შესაძლებლობა რომ გადავიკითხოთ ბიბლია და გავიხსენოთ შესწავლილი წმინდა მამები. ასევე ყოველთვის ვადევნებ თვალს ჩემს მეგობრის, ყაზახეთის მიტროპოლიტის მოღვაწეობას. ასეთია მეუფე სერაფიმეს მოღვაწეობის ერთი ჩვეულებრივი დღე, რომელიც ბორჯომ ბაკურიანის ეპარქიაში უკვე 18 წელია გრძელდება. შრომა ჩემი, ვთქვათ, მოგზალებული შრომა რაც შემეძლო, სიყვარული რაც შემეძლო, ბორჯომში ნამდვილად ჩავდევი და იმედი მაქვს, რომ ღმერთის სწავლობით სიკეთით ყველაფერი დაგვიბრუნდება.